მოგესალმებით. ნამდვილად რამდენიმე დღეა, რაც ჩავერთე აღნიშნულ საქმეში და ყოველ დღე ვაწყდები ახალ სირთულეებს, სიურპრიზებს. მე ვხედავ, რომ ყველაზე მეტად აიგნორებენ ჩვენს თხოვნას, რომ დაგვეხმარონ და მოგვაწოდონ მეტი ინფორმაცია ის ადამიანები, ვის ინტერესშიც ყველაზე მეტად უნდა იყოს აღნიშნული საქმის გახსნა და მეტი ინფორმაციის შეგროვება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. ამ შემთხვევაში მე ვისაუბრე მხოლოდ მამიდასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ მუშაობთ ბევრი სხვა მიმართულებით და მე ვხედავ, რომ ადამიანები ნამდვილად არ არიან დაინტერესებული იმით, რომ ეს საქმე გაიხსნას და პასუხი გაეცეს კითხვას. სად არის ის ბავშვი, ის ბიჭი, რომელიც 12 წლის უკან გაუჩინარდა? ყველაზე აღმაშფოთებელია, რა თქმა უნდა. ვაზუსტებ, რომ ეს არა სამართალდამცავ რაღაც საგამოძიებო სტრუქტურებთან, არამედ უშუალოდ აი ამ ბიჭის და მისი ოჯახთან დაკავშირებულ ადამიანებთან წააწყდით ამ პრობლემებს. აღნიშნულ პრობლემებს წავაწყდით, როგორც სამართალდამცავ ორგანოსთან ურთიერთობის დროს, ასევე იმ ადამიანებთან ურთიერთობის დროსაც, რომლებიც კიდევ ვიმეორებ, ყველაზე მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებული. მე არ ვაპირებ დღეს, რა თქმა უნდა, კარტების გახსნას და ყველა ინფორმაციის წინასწარ მოწოდებას, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით მუშაობთ, თუმცა ჩემი Facebook პოსტი ეხებოდა მამიდის საქციელს, რომელსაც რამდენიმე დღეა თხოვ შეხვედრას, უკვე თითქმის შეთანხმებული ვიყავით შეხვედრასთან დაკავშირებით. მე ვიცოდი, რომ დღეს უნდა შევხვედროდი. ისიც იცოდა მან, რომ მნიშვნელოვანი შეკითხვები მქონდა. მაქვს კითხვები, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები, ის კითხვები, რომელიც აწუხებს საზოგადოებას და დამატებით ის კითხვები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის და ფიქრობ, რომ თავად მამიდის ინტერესში უნდა იყოს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ მე ვხედავ, რომ აღნიშნული ქალბატონი უარს აცხადებს ჩემთან შეხვედრაზე და უარს აცხადებს ინფორმაციის მოწოდებას. რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებაში აჩენს უამრავ კითხვის ნიშანს, აჩენს უამრავ ეჭვს და მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს ეჭვი და ვარაუდი, რომელიც გაუჩნდა საზოგადოებას აღნიშნულ ქალბატონთან დაკავშირებით, არის ლეგიტიმური. ყველა ეჭვს და ვარაუდს აქვს არსებობის უფლება, მანამ სანამ მე არ დავინახავ, რომ ეს ადამიანი და ასევე სხვა ადამიანები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, როდესაც დაიკარგა 17 წლის ბავშვი, მიაწვდიან გამოძიებას სწორ ინფორმაციას. სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანოს არ აქვს ჩატარებული ეფექტურად საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე და მეცაც გეტყვით, აღნიშნული ბავშვების მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, როგორც ჩანს და როგორც ვხედავ, არ არის გულწრფელი და ჩნდება ვარაუდი, რომ ეს ბავშვები ძალიან ბევრ რამეს მალავენ და ჩვენი მიზანი არის, რომ ფარდა ავხადოთ ყველა იმ საკითხს, რაც საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ტარიელ, აი იმ პირების ხელახლა გამოკითხვა იგეგმება თუ არა, ან თქვენ მათთან კომუნიკაცია ქონდათ თუ არა, ვიზეც ახლა საუბრობთ, რომ მათი ჩვენებები თავის დროზე ჩანს, რომ არ არის გულწრფელიო და თქვენთვის დაახლოებით რა შეიძლება მომხდარიყო, ახლა ამაზე რთულია საუბარი, მაგრამ რაღაც ხელჩასაჭიდი იპოვეთ თუ არა, რამაც შეიძლება 12 წლის წინ მომხდარის გახსნის შესაძლებლობა მოგცეთ. მინდა შეგახსენოთ, რომ 12 წლის განმავლობაში არათუ საქმის გამოძიება არ ჩატარებულა ნორმალურად, არამედ ფაქტობრივად მიმდინარეობდა საქმის ჩაფარცხვის ოპერაცია. როდესაც 12 წლის განმავლობაში არ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, უკვე ძალიან რთულია რეალურად შეკრიბო ობიექტური მტკიცებულებები. მით უმეტეს, როდესაც არ თანამშრომლობენ ფაქტობრივად ის ადამიანები,
რომლებიც იმყოფებოდნენ კონკრეტულ ადგილზე და ხედავთ, რომ მამიდაც კი ძალიან საეჭოდ იქცევა და ისიც კი უარს ამბობს ადვოკატთან შეხვედრაზე. წესი და რიგით, თუ ეს ადამიანი გულწრფელია და თუ მას ნამდვილად გული ტკივა იმის გამო, რომ მისი ძმისშვილი დაიკარგა, თვითონ უნდა იყოს პირველ რიგში დაინტერესებული, რომ შემხვდეს, თვითონ უნდა მთხოვდეს შეხვედრას, თვითონ უნდა მისვამდეს კითხვებს და თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს ამ საქმეზე. რა თქმა უნდა, მე მაქვს სხვა უამრავი შეკითხვა, მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით და გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე. ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, წინასწარ ამ ყველაფრის გაჟღერებას არ ვაპირებ. მე მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია ამ საქმისთან დაკავშირებით. მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც 12 წლის განმავლობაში მალავს სიმართლეს, რომ გამოვიდნენ, კეთილი ინებონ და სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საგამოძიებო ორგანოს. კი ნუ დაიმალებიან, არამედ ჩვენთან ითანამშრომლონ, ვინაიდან სიმართლე აუცილებლად გაირკვევა, აუცილებლად დადგინდება და მათივე სამართლებრივი მდგომარეობისთვის აჯობებს, რომ ნუ დამალავენ სიმართლეს და შეცდომაში ნუ შეიყვანენ გამოძიებას. რაც შეეხება მამიდას, წარმოიდგინეთ, თქვით დასრულეთ. რაც შეეხება მამიდას, წარმოიდგინეთ მოცემულობა, როდესაც მამიდა ბავშვის გაუჩინარებიდან დაახლოებით 4 დღეში წერს პოსტს და ფაქტობრივად გამოიგლოვა ეს ბავშვი და ამბობს სხვადასხვა ინტერვიუებში, ჩემი ინფორმაციით, იმას თითქოს რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდა ბავშვს. მაგრამ მე მაქვს ასევე ინფორმაცია, რომ ის მიერ გაჟღერებული სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის საგამოძიებო ორგანოს მიმართ, ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას. ასე რომ ჩემი კითხვები, რომელიც მე ამ ქალბატონის მიმართ მქონდა, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. მე ხერს არავის ვადებ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. დაუშვებელია ვინმეს რაიმე სახის დანაშაული დააბრალო უთხოვარი მტკიცებულებების გარეშე, მაგრამ ამ ქალბატონის ქმედებები, სხვა არაერთი პირის ქმედება, დადებს ეჭვებს. ასევე საგამოძიებო ორგანოს უმოქმედობა კონკრეტულად საქმეზე მომუშავე გამომძიებლების უმოქმედობა აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, ვინმეს ხომ არ ფარველობენ. მე ერთ ფაქტს მოგიყვებით, გამომძიებელი, რომელიც 3-4 წლის განმავლობაში ჩემი ინფორმაციით მუშაობდა ამ საქმეზე, ხვდებოდა დედას, ქალბატონ სოფიოს 3-4 წლის განმავლობაში წარმოიდგინეთ და შემდეგ მას ეუბნებიან, რომ გამომძიებელი შეიცვალა. ამ ძველ გამომძიებელს ქალბატონი სოფიო ხვდება სრულიად შემთხვევით და უნდა რომ გარკვეული კითხვები დაუსვას ამ საქმისთან დაკავშირებით და ეს პიროვნება ეუბნება, რომ ის არასდროს ყოფილა საქმის გამომძიებელი და მას წარმოდგენაც კი არ აქვს ამ საქმისთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, ამას ეუბნება ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ხვდებოდა და ინფორმაციას აწვდიდა საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. აქ ძალიან ბევრი საეჭვო დეტალი იმალება, ჩვენ ვმუშაობთ და საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში აუცილებლად. დიდი მადლობა და იმედი მაქვს, უფრო მეტი ახალი ამბის არსებობის და გაგების შემთხვევაში თქვენ იქნებით კიდევ ჩვენი სტუმარი. ტარიელ კაკაბაძე, ადვოკატი, პასუხობდა ჩვენ კითხვებს, მე მას დავემშვიდობები.